მისი ძირითადი დრო მიჰქონდა ისრაელის პოლიტიკური სისტემის, ზოგადად თქვათ სიონისტური სახელმწიფოს ფუძემდებლური ნაშრომების შესწავლას. ორიგინალში კითხულობდა თქვათ ზეირ ჟაბოდინსკის და მენახემ ბეგინის ნაშრომებს, წყაროები ახასიათებენ ის პრაქტიკულად მუდმივ რეჟიმში უყურებდა ისრაელის პოლიტიკურ არხებს, პოლიტიკურ თოქ-შოუებს და სწავლობდა ისრაელის ფსიქოლოგიას მთელი ეს თქვათ რამდენი წელი გამოდის, ხო, პატიმრობისთვის რაღაც 20 წელი. ეს არის სასტიკი, ავტორიტარული, გავლენიანი და მიღებული თავის მეგობრების წრეებში უჩვეულო უნარებით, გამძლეობით, ძლიერი, манипуლატიური, მას არ ჭირდება ბევრი, კარგად იცავს საიდუმლოებებს და ის არის გამორჩეული ლიდერი ციხის საზოგადოების ციხის წრეში, სადაც მის სიტყვას დიდი გავლენა აქვს. ეს არის უკვე თუ ვხვდები ისრაელის აი ამ ციხის ადმინისტრაციის სპეცსამსახურების შეფასება უშუალოდ მაშინ, როდესაც ის სიმოვარი იხდიდა სასჯელს.